მოგესალმებით მეგობრებო. ეს გვაქვს 25-ის პირველი გასვლა. მივდივართ ხევსურეთში. შევარდეთ როშკაში, მაგრამ შევარდეთ იმ აღმართზე, სადაც მე და მამუკა დავცულდით. აი ამ მანქანი. შევარდეთ მან? ჯაბამ ზადრით უნდა ავიდე მან. ზადრით უნდა ავიდეო. აია, ეხლა რა მინდა ვთქვა? ეს 42-ებზეა. ბლოკირებები წინა უკანა. ეს ჯაბას მანქანა. M47 BMW-ს რავიდევს და 40-ებზეა. წინ არის ჩვენი დიმას მანქანა 37-ებზეა და 5-დონული Mercedes-ის რავიდე. აქ არის ჩვენი ზევსი 38-ნახევრებზე და ორივე ბლოკით. ეს არის აჩის მანქანა 40-ებზე. სალამი ბიჭებო. ესეც ორივე ბლოკით. ედო როგორ ხარ ედო? დაასხი გენაცვალ. და მამუკას მანქანა ესეც 40-ებზე ჯერნი ორივე ბლოკი. ხო და აი მანქანები ხო ჩამოგითვალეთ, ბლოკირებები აქვს ყველას ძალიან ძლიერი ძრავი აქვს და მე მივდივარ ნახეთ რითი. 33-იანი საბურავი. ის ბლიზაკი. კი ბატონო, არც ერთი ბლოკი. ღია ხიდები ორივე და დიზელი ჯაგლაგი 2 და 5. ხო და სანადირო ვერსიაა ეს მანქანა, მაგრამ რა ვქნათ, ხანდახან როცა სხვა მანქანების შეკეთებას ვერ ვასწრებთ, ამ მანქანას ვიყენებთ ხოლმე. რავი, რა მეშველება ვნახოთ. ხო და რა მინდა იცი თქვა? ნინას აქვს წითელი უკვე ანთებული. ერთ გასვლასაც გამოტოვებს და ქალი ვიცი მეკუხნაში აქვს აკრული ძმაო სტიკერად. ვერო საჭმელებს აკეთებს ალბათ, არ ვიცი. როგორც კი ბეჟომ გაიგო რომ მანქანას ტოვებო. და პას სტორმანს მოდიო ეგრევე ძალი. აუ ვერ მიუსწარი როგორ შავდა. ნახე. ბეჟო, როგორც კი მანქანა გაიგო რომ უნდა დავტოვო ეგრევე წიგით ხელში. გადავჭი. აი აქ ძია. ეს რა არის? აჩქარი გამიკეთა. ამიტომ ეს არის მანქანის ტელეფონის დამჭერი დამტენი. აჰა. ამ ეგრევე აკოდიკი არა, კამერატენი. ისინი სისტემი ნებელია. აუცილებლად. შვენიერია. ანაზე გეუბნები. აი კადრები გადამოდი, ხო? აბა რა, კაი კადრები და სუსატენი იყოს ტელეფონი, რომ ბევრი კადრი გადაიღოს. მოდი სიფიგე მაიგო. სუსატენია რაცია ხენდა. ანკერეთას აცორმა. ატოვა მანქანა. ავეთ ხება. ჯუდობიანი გზა ყველას. მე და შევდივართ თოვლში. მამუკ, მოვედით ჩვენ აღმართებში. მაგრამ ბევრად მომზადებული მანქანით ვართ და ბევრად დიდი ბრუნი გვაქვს და ბევრად დიდი საბურავი. ჩანდა ესეთი დაკიდებული რო. ეს პირველი ორი აღმართი ძალიან სერიოზული აღმართი აგვივლია, ეხლა ჩემდა გასაკვირად. მართლა ხო არ იგრძნობოდა და ის რა იქნება ახლოს რო მივალთაზე ხა? შეიძლება რამდენიმე მანქანა უკან მოტრიალდეს. არა? ვინ იქნება? ვინ მოტრიალდება შედგენას? ვინც ვერავა. რა ვიცი, ნახოთ. ვიდეოში ხა ახლა ნულია. მაგრამ ლაივში ძალიან საშიში აღმართია ყინულიანი. 02? საბრძოლო. ეგრევე გადავდივართ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში. ურო 02 შეენც? კარგია? ჯაბა? 02? რამდენზე უშვებ? სავარაუდოდ 02 და ცოტა კიდე უფრო ნაკლები, იმიტომ რომ წინ ყინული აღმართია. სერიოზული. ეს რა არის? ეს რა არის? ამის მერე ერთი აღმართია? ხო. კიდე და მესამეა, საიდანაც დავაშვით. დიმა, ბედლოქს ეხარ, ხო? რამდენზე უშვებ? 03. კარგია? ადრე. აქეთ რა შვებიან? არაპირებენ დაშვება? 05 არის, ბიჭო, 05-ია და მძიმე როა როგორ შეიტყო, ნახე?
რამდენზე აპირებ? 0-2-0-3. ბექა შენ რამდენზე უშვებ? 0-2 ესეც. საინტერესოა. ჩემი ბრალი არ არის, ვისაც აგინათ 50 მეჩი არის, ეგრე მშვენიერი ასახვევი. ვისაც გინდათ იქიდან. გამამხნევებელი სად არის? ხო. არა. ლურჯიძე უარეს მასწავლის 10 თუ მასწავლის. ვაფშე ეხლა მიხვდა. ეხლა კი არ მივხვდი, კაი ხანია მივხვდი, მაგრამ ამა ტიპი აემის შენი ბიჭო შენი ეს ორხიდიანია? ეს ორხიდიანი, სამიანია, სამი. მინიმუმ 20 წელს. გამამხნევებელი ვარჯიშები მიმდინარეობს. კინულიანი აღმართებიდან გამომდინარე. მიდი პირველი შენ გამხნევდი, მამუ. პირველი შენ დგახარ მაინც. ყავა უშაქრო ვის უნდა? ცხელი უშაქრო ყავა. აბა მშვიდობით გოლოს. ერთადერთი რაც ყველამ უნდა ვიცოდეთ, უკან მოწყვეტის შემთხვევაში დღეა და ხედო არის და ზადნიში თუ უკანასულაში უნდა ჩავაგდოთ. და გაუშვათ პედლებს ფეხი და ნელ-ნელა რულით ჩამოვა. თუ არა და არ მინდა თქვა, თუ არა და ვარიანტი არ განიხილება. არა, არ განიხილება. არა, ვერ გადმოხტები, მურტალია ძაა. შორს უნდა გაწოლი. ვისაც ეში აბა, შეუძლია გზავრები დატოვოს და მარტო გოლი გადმოხტება. აბა მშვიდობით გვევლოს, მშვიდობით გვევლოს ხალხო. შეშინია ზევი თავდებს და გადაიღოს. მესამე აღმართი არ ვიცი. პატრონები რას? სუტუ. იგი აღმართია. ხო, სადაც მე მოვუწოდი, იქ შეიძლება არ გიყო, აი არ ვიცი რა. ორი შემთხვევაში მესამეთი შემოვარ. რაო? რო შეუყვები აღარ არის. ისია კაც თაში თო რო შეუყვები აღარ არის საშიში. ეგრეა ყოველთვის. ანუ ქვევზე კომოდა რა უყურება აუ რა არის. სანამ უკანა დაწუდები ვაფშე არ არის საშიში, ვაფშე. აი თუ ჩაგიქრა მანქანა, მე უნდა და აბა მამუკ. ჩართოთ ყველაფერი. ჩართე ყველა რაც კი რამე გაგაჩნია და გააჩნია მანქანას. ბიჭებო მზად ხართ? დავიძრათ? ვისმენე. თუ შეხედე რომ ვეღარ იმორჩილებ. დაიძახე რომ ერთად გადავხდეთ. ბიჭებო მზად ხართ? ბიჭებო. ჩვენ კი დავიძარით. დაგჭამ. რა სამოვკაც. დასიტამოს როგორ გძნობ ჭიდებს ხო? აი იქ ნახოთ ახლა ტესტი. ტესტი არის აი აქ. კანკი ამოვა კაცი. აქ ამოვა. ეგ არის სიჩქარე მეორეთი ამოვა, მაგრამ ეგ არის მეტი ვერ დადის. აჩი გაუყარე აჩი. საიტან, ბაატანი. სულს არა აწევინებს. მარტივად. ორი სერიოზული მიდი ხონდა იცი. ეს მოტივი.
მესამე აღმართზე ვნახავთ სერიოზულ ვიდეოს. კი. არ არის ეგრე. ბეკა, რომელიც სიჩქარით მოდიხარ ეხლა. მეორეში. წამოვიდა. მესამეთი წამოვა. ომარა ბრუნი გინდა. აი ხა მეორე უნდა. მესამეთი მოდის. მეორე უნდა. პირველი. აზო. ბეკა. მე რამდენი სიჩქარით მოდიო? მესამეთი მოდიო და მე მეორეთი. მესამის გავუჭდა მე მეორე ჩავა. ბოლოში მეორე მიეცი პირველის მაგი. პირველი ვერ ამოვიდა. წავედით. პირველი აღმართი დაძლია ყველა მანქანა. მეორე აღმართსაც დავძლევთ და მესამეზე გვაქვს კითხვის ნიშნები. დავიძარით. ეს შენ ნაყვალები არ იქნება. არა. ჯაჭვებით დავდივართ. ერთმა მოუწერა. ჯაჭვებით დავდივართ. ჯაჭვხინურზე მაგრამ უშავს. მოვიარეთ ეს აღმართი უპრობლემოდ. მე დავბრკოლება და ისეთი რთული გზა არ არის. ახლა ჯერჯერობით კი ბატონო. და ახლა ბეჟო გვემქრება რომ იქ არისო ერთი. მენა ჩახედა. აქეთ ჯოხეთია იქით სამოთხიაო რა. აი დავაიო. ნახოთ რა იქნება. აქაც ყველა ამოხვალთ ბიჭებო. ის მესამე აღმართი რაც არის ხო იქ გავჩერდები რა თქმა უნდა და გაგამთხილებ ყველას. უახლოვდებით იმ აღმართზე დაბლა ყინული ჩანს კიდე. გასულოც რაში ჭიდაებს. მოვედით გააჩერე. ჩვენ სადამდე ავედით? აი იქ მოსახვებში ხო? მოსახვებში გავჩერე. რაც ბეტონებით რო იქ. ეს აბეჯო მეორე ადგილი? ეს არის ის აღმართი, სადაც არის ქვეშ ყინული, მზეც არ უდგება. აი იქით შეხედე როადის მე რაღაცა ცოტა იმაშოა რა ქვია. კიბესავითაა შეხედე. ჩვენ გავჩერდით აი ბოლოში, აი გვერდზე მარცხენა მხარეს, აი ეს რო ჩანს. აი ცოტა ისეთის პუშკი რა. ხო, აი მან ვეღარ აიტანა რა. ანუ ეს მესამე აღმართია გიო? ხო, ამის იქით რა ხდება ჩვენც არ ვიცით. ვაიმე. აქ მართლა მოგიანდა ჯობია ბეჟო. ადი. მიდი. ცოტაც. გავჩერდი. ექანა. ჩავაჯალაბაროთ? არ ვიცი. მოვაჯალაბაროთ. კეთან დაძვრა გამორიცხული. ბეჟო ჩავი. დობრუნ და უკანა აღარ გარისკას. მე მამუკას გვერდზე უნდა ვიყო. მე ამ აღმართზე. მამუკას მარტო ვერ დავტოვ. არც მომეკავ დაქტოვა, ხო? ხედავ როგორი ზღვა და მეგობარია? მამუკ ერთად ვარ. თურამეა. ცოტა როლებია შეცვლილი და საბედნიეროდ მანქანაც შეცვლილია. რას ძალიან დიდ იმედს მაძლევს. მამუკ, ნუ გეშინია, მეც მეშინია. წავედით. დაბლა არის სუგაყინული.
საღ. აი ეს ერთი ადგილია. გადავედი. მიდი ბოლომდე. ამოგ დაიხახი აბა. აი წავიდეთ კაცო. კაია. მაგარი უჭირდა. იგურო კი წავედი. აბა ძალიან მაგარი ყინულია რა. ზევით არ გააჩერო და არსადო, ამაში ბოლომდე გადმოდი. მე უბრალოდ ზევოთ. აკაჩერე. გაახაგებია. გილოცა მამუკ. მადლობა. აგრა გაუჭირდება ლოკ. გამოგურო გამო. მაგრა გაუჭირდებათ. ტელეფონი ჩემი მანდრია. იქით კიდე რა არის არ ვიცით. მაგრამ ის აღმართი ამოვედით. აქეთ ზევით უფრო სრიალებ და ვიდრე იქ. ხო, რა? ყინულია და იქეთ წამოვიდა გურამი. კაი, არაუშვა. დავაი. მიდი, არაუშვა. ის გააჩერეთ რა, გააჩერეთ. გურო მოდის? ოპ. ახლა დაუმორჩილებელია მანქანა ასე ხარჩი. მოდი ცოტა დახჭა. დაბალი გაზი, всё ამოსული. ამოსული ხარ? სახეზე მინდა შემოხედო. სახეზე მინდა შემოხედო. ვერცე გადმოვედი რა, ვახტი რაღაცას და რა ვახტი არა. ხო. დაუმორჩილებელია, ყინულია, სუ ყინულია. გასრო აძლევ ეგრევე გავგვერდზე გადადი. კარგია, გილოცავ, ფიდობით ამოხი. მამუკ, შეხედე რა ყინულია. შეხედე, ბიჭო. აი ეს არის მთელი დაღმართი. აი ეს, ვა! დავეშვი. ჯაბა, შენ ხო ამოხვალ თქო, ჩაძახეთ ირაციაში. ვა, ჩი. ზაკევდა გადაგიყვეს როგორ ჩადი. აუ, აქ ნახე, რეები უქნია გუროს. რვიანები აქვს დახაზული. აკროს რა ხდება? ერთი პატრული მე-13-სადა და ვერ ამოდის. დავაი აჩი, დავაი. ამოხვალ 9 დრაკონი უნდა მოკლა და ეხა შენ ჩვენი მდგომარეობა წარმოვიდგინეთ მონტეროთი. მაგას ვფიქრობ ახლა ხო? მონტეროთი და იქ რო გაიჭედები. ვერ გავასწორე მანქანა. ფუ. დღისით რომ ენახა ეს არ ამოვიდოდი. აი მოსახური. მაგ მოსახოში გავიჭედე მე. აი რაღაცაზე ავხდი და ქვა იყო? სუფთა ყინულია ქვეშ არის სუფთა ყინული. როგორც ჯაბა მოწოდა ლურჯი ყინულია. აი ო, აი ეგ არის სუ.
ასვლა შესაძლებელია და შემიძლია რომ ამოვიდე. უბრალოდ არის ძალიან დიდი რისკი. მე ვერ ვიგებ რატო უნდა გავრისკო. მე მირჩევნია რომ უკან დავბრუნდე და იქიდან შემოგიერთდეთ რა. აიძო. ფეხით ვერ დგანას ბიჭები, წაიქცნენ, მაგაზე ვიცნობთ ბიჭები. აი მე არ მგონია რაღაც სწორი ამბავი ეგეთ მოხინულზე ეკას მანქანით გარისკვა და მით უმეტეს აჩის მანქანით გარისკვა და ეხლა კიდე ერთხელ ვიმეორებ გადასიფულია უკვე აჩიმა თვალთვალა გადაისიფა იქ და აი პროსტა იმენა რისკის ამბავია. რა შვებით აპირებთ ხა ორი მანქანა ამოხვალთ ჯაბა თუ დიმა გაგვეცი პასუხი შენ ცდი გელოდებით თქვენ დაჯობა ჩემი გაცით ლაპარაკობთ როშკის შემოსახვევი და მეღური გზით ამოვალთ. დიმა იყო? ხო დიმა. მაშინ ჩვენ ვაგრძელებთ ზევით გზას. მე აქ არ ჩავალ ამის ზედას. არა, აქ ჩასვლა უფრო უარესია, კაცო. ძლივ ჩავედი, კაცო, მონტეროთ იქ რომ მოვტრიალდი. სულ გორდულად ვიარო. თქვენ დატრიალდებით თუ ეგრე გაუყვებით. ჩვენ ესე გაუყვებით და ზევით მაშინ შევხვდეთ რა. ასასვლელი. სალამ ხილული არ დადება აქ ვარ, ხო? იასნაზა. გაზაფხულამდე. ხვალ ძმაო ეგერ გვერდზე სოფელში დაპატიჟებულები ვართ ლუდზე. ფეხით გადავართ ეგერ და სადაც ვიყავით გუდანში გველოდებიან ისედაც დაპატიჟებულები ვართ. ეხლა ლიჯბი აქავიდე. ვახჩი. აი აქ თოვლიდან უნდა ავიდე. ასე რომ თუ გავიჩხირეთ სადმე და გავიჭედეთ დაგვტოვებენ. ღამის გასათევი გვაქვს. ყველას ვიცნობთ ხევსურეთში. როშკაში 2 ოჯახი ცხოვრობს. ერთს ვიცნობთ უკვე. გუდანში 5 ცხოვრობს და 5-ს ვიცნობთ. ასე რომ იმათაც შეიძლება მოგვიწიოს გაცნობა იმ მეორე ოჯახს ნახოთ. 2 მანქანა ამოვედით. დანარჩენებმა მესამე პატროლი მოდიოდა და იწვალა ძალიან და წამოვლენ ისევ როშკაში იყო შემოვლითი გზით. ჩვენ გავაგრძელებთ ესე გზას. ეს ორივე გზა როშკაში მიდის. სადღაც შევეცდებით. ჰა? ბეჟო. მესამე აღმართია თუ კიდე აღმართია? ბოლო აღმართი იქნება. ბოლო არ იქნება. ბოლო არ იქნება, მაგრამ წავედით წამოკაცო. არ დაიზრა სანამ ჩვენ არ ავალთ რა. გურო, რაციაში სანამ არ გეტყვით არ დაიზრა. აბა მამუკ, მზად ხარ ბრძოლისათვის. აბა ბიჭო თქვენის და ხა ეს აღმართიც ყოჩაღად აიარეთ. ერთი დიდი აღმართი გვაქვს კიდე. ქაშხინული, პატარა ტერასა და მამუკ აბა შენიც. კარგია, მაგრამ ესეც ავიარო. წამოდი, ძალიან გაჭედილი გაზი არ გინდა. აი გურო წამოვიდა ახლა მამუკას. შემდგომ COVID გაყინული არის. აი დაბალი გაზით და თანაბარი ბრუნით თავისუფლად ამოილება. ჯერჯერობით რასაც მივდივართ ბიჭებო იმ აღმართის მერე ყველა მანქანა ივლიდა ჯერჯერობით რასაც მივდივართ ნახოთ აი მოკლედ შეიძლება ერთმანეთთან ხაზი გავწყვიტოთ და იქ მეორე მხრიდან შემოვიდეთ მაშინ ჩვენ და იქ შევხვდებით რამოსასვლელთან. სადღაც მოვედით. ესეა ჩვენ რა გადავიდეთ ხიდზე. რკინის ხიდია. ხო, მინი ჰესია რაღაც. როშკაში
როშკაში ადისო და როშკაში არ ვართ. ოპა, აქაც გაიყინულია. გაჩი საღმართი რო ამოგევლო მონტეროთიც ამოვიდოდით ბოლომდე. იულიტის. იქ გაგვიკვირდა რომ ვერ იძურებოდი, თუ რატო ვერ იძურებოდი? ის საცი გაუყენული. მართლა ლურჯი ყინული იყო. თან ძალიან დაკიდებული დავმართით და აქაც ნახე როგორი ყინულია შეხედე. მენა გასიპულია რა. არა რას ლაპარაკობ, აქ დაცურება ვერც გააჭერებ ვერც. არ დავცურდებით არა მაგრამ. დაგველოდა ცოტა ხანი. აქ დაგველოდა გულო ცოტა ხანი. ჯოვადი დიკეთ. აი ესე უნდა შევხვიდე პირდაპირ. არა, მას მოჭიდება აქ კაცო. შანსი არ არის აქ რომ დავცურდეთ. თუმცა მე მგონი განსაკუთრებული ესეთი არაფერი არ არის. სასეთო ისე დაიმოგიდება. საბუქსაო და რაღაც ესეთი არა საწოლებელი. ვაი აქსემით ავიძრა ხო მე მგონი კარგად ახვიდით. ხო დაიძაბ და განსაკუთრებული გაზი არ გიდა ამხო. განსაკუთრებული. ბეჟოს მაგალითად. კარგად კი ბუქსაობს მაინც. ესა გურო ამაში 5 და 7 ჰემი რო გასვაპო. ბრუნი ექნება ყველა. აბა გზა. და შევხვდებით ჩვენ ბიჭებს. იქითა კოლონა ჩვენი გესმით? მახო, ჯაბა. ბექა. რომელი ხარ? ბეჟო ვარ. ჩვენ გზაზე ამოვდივართ უკვე. 5 წუთში გზაზე ვიქნებით. ერთხება ამოვალ და შემოგერთდებით ალბათ. ჩვენ გზაზე გავჩერდებით და ყველა შემთხვევაში დაგვეწევით რა. ნახოთ აბა ცენტრალურ გზაზე რა თოვლია. ამოვედით ცენტრალურ გზაზე. ტრაქტორია აქ გავლილი. აი იქ შეტეხილში გავაჩეროთ და დაველოდოთ ხო ბიჭებს. ცოტა ხანი გაჩერდითო. აი ეს არის ალბათ როშკა ხო? არა? ხო ის. ზევით ალბათ გაყვანული არ იქნება. როშკიზევით არ იქნება გაყვანული და არ იქნება გაყვანული და იქნება ძალიან საინტერესო სასიარულო არხოტამდე. აი ხა ამას გავწევ და ყველა ამარჩა. ოპტე. დავაი მე რამდენი ხანი გავჩერდეთ ჰაერში? 1-5 წამი. მოჭადალია. რაო მამუკ? გაგვიმარჯოს ყველას ერთად. ვის ეგრე არისო. ვის გაგვიმარჯოსო? ყველას ერთად გაგვიმარჯოს. ხო და ვინა ვართ ყველა ერთად? დაწმულებს გაგვიმარჯოს. პროუდერები. ნორმალურებსაც დაუმარჯოს. ჩვენ დაწმულები დაწმულებს დამოვედით. მოკლე გზა ვიცი ძმა. გამოვიდა ეხლა. აბა როგორც მამუკამ თქვა. როგორც მამუკამ თქვა. ლოკოკინები მოგვეწილე. გაუხიზიანეს უეჭველი. მოვიდა. ჩვენი მეორე კოლონად. ვა!
ისევ გავერთიანდით. ორა ხარ კომპლაუნდერებო. რატო არ ამოყვედი იმ აღმართზე? ბაკაცები. ჰა? მერე უნდა ჩამოგესვა ეს მარჯვნივ იყურები ხრამია, ხო და მეთქი ეხლა აი რას გაუმარჯოსო? აი რას გაუმარჯოსო ისე. გადასიპეს საკისავი. დიდი თოვლი იყო და დამეზარა იმ აღმართზე ვცადოთ მერე კიდე? არა. გადასიპეს სარკესავით გახადეს, აი სარკესავი. ჯამლა მე მაინც მეგონა რომ შენ ამო. ბიჭო, აზრი? აზრი რა, აი აქ ამოვედი. არა, ძმაო, რა არის? ცი, მან რო ყოფილიყო პირველი ან მეორე შეიძლება ამოსულიყო, მაგრამ ამოხვიდოთ და მეოთხე. ხარ გაკეთე. მე ვიყავი მეოთხე. მესამე მანქანა მთი. ყველა უბრალოდ ყველა ამოხვიდოთ. არა ნორმალური. შენ და დინო ამოხვიდოთ. საჭიროების ხარჯი ამოხვიდოთ. არა რა შემთხვევაში. ამოფრინდებოდი არა. ნია დარე ისაღმართები თუ ვერაო. კი, ავიარეთ. შენ აწამოხვედი, აბა არ გვიკადრე და. რა გიკადრე ვერ ნახე კომენტარში დაგიწერე. რა? არ ვიცი, არ მინახე. ამუკალეთ გამიკვირდა მან დრო იყო. ხო, მაგრამ შენს რო ყოფილიყავი, კარგი იქნებოდა რა. რა მაღაზიაში. თუშეთში ნაბრძოლი ხალხი. აქეთ ეხა მეორე მთაში შევიკრიბებოდით. ლურჯიძია. ახოტისკენ ვივდივართ ეხლა. საინტერესო გზები გავიარეთ. ყველა კბილი ურჩანსო და ახოტისკენ ვივდივართ, კაცო. ეხა როშკაში ვარ. როშკას ავწდებით და გაუყალავში გადავდივარ. აი ნენარა, აი გინდო. რა ეს ეხა იმ ადგილზე ვართ. ჩვენი ძმა გურო ალაფიშვილი რო გვიყვებოდა. ქვები რო შუაზია. გახლებში. ქართული მითოლოგიის მიხედვით დევები შემოესივლენო აქო. ხო, ნუ ხევსურეთს რა და ერთი გმირი, მითოლოგიური გმირი, აღარ მახსოვს სახელი რა ერქვა, თუ არ ვთქვი მინდია, მისდევდა მათრახით. და დევებს რო გადაუჭერდა მათრახს, ზოგი ფასს ხდებოდა და აპობდა შუაზე. ქვებს. ხო, მათრახით. ანუ ისეთი მათრახი ქონდა, რომ აპობდა შუაზე ამ ქვებს და მართლა იყო გადაპობილი ქვები, მართლა რო გითხრა, მართლა იყო იქ რა. აი, მოვედით როშკაში. ესეც ავტობუსის გაჩერება. ცნობიშოთა მოიგითხო ცოტა შორია. რამდენი მანქანა. ბატონი შოთა და მისი ოჯახი. აი ესე რო გადაუხვევთ ივალთ ის ოჯახში, სულ ორი ოჯახი ცხოვრობს ამ სოფელში, მუდმივი მაცხოვრებელი სულ ორი ოჯახია და ერთ-ერთ ოჯახს ვიცნობთ, ხო მამუკ? ბატონი შოთა ციკლაური, აი აქედან გესალმებით, ბატონო შოთა. აი რაღაცა სახელი. ის რომ აქედან დავაფიქსიროთ თქვენი რომელი სახლია, მაგრამ თქვენ და თქვენს ოჯახს გესალმებით ძალიან გულთბილად. უბრალოდ გვერიდება რომ შეგაწუხოთ, თორე სიამოვნებით შემოგივლით, სიამოვნებით. ეს ის ოჯახია, სადაც 2024-ში ერთადერთი ახალშობილი დაიბადა. ხო. მთელ ხევსურეთში, მეგობრებო, მთელ ხევსურეთში ბატონი შოთას ოჯახში დაიბადა ერთადერთი ახალშობილი 2024 წელს. სამწუხარო ფაქტია რომ ერთადერთი დაიბადა და ბედნიერებაა რომ დაიბადა. და ხევსურებო ცოტა გააქტიურდით. მდინარე აბუდელაურების წყალი. ოპა. იწყო დამპლური თამაშები. იწყება დამპლური თამაშები. იქით გზა არის არხოტისკენ, მაგრამ უნდა შევარდეთ. აბა მიდნელა. გადაბლოკე. მოვიდით იმ გადაგასაჭრელ გზაზე ბიჭებო. გადაბლოკე. ხო, აბა რა. ცოტა მკვრივითაულია და წავედით ბიჭებო, წავედით. შევენაცვლებით მე ერთმანეთს, კაცო. ყველა მანქანა ვინც მოინდომებს, ყველა დადგება წინ.
ჩვენ ელავივლით სავარაუდოდ ზევიდან და გასაჭრელი მაინც დარჩება უგან. ძალიან საინტერესო გზა დაიწყო. საინტერესო ხდება. საფაში ქვებია ბიჭებო, ფრთხილად იყავით. ნამქერ კლაპია ხო? ისტორიას დარჩება სამახსოვროდ არ ხუჩი ზამთარში იანვარში გადასვლა. შორს მიდი ხარწმა. რაღაცა აბგონებს აქვს ადგილი და აქ შეიძლება გასწრება. ჯაბა გასწრების ნიშანი არის აქ. შეკინება თუ რა ხდება? ოპა, რაღაცა ხდება. გადაუჭრა, ბექა გადავიდა პირველ ადგილზე. გადი აბგონზე ბრო. გაეკიდა ჯაბა. მე მგონი რალი დაიწყო. მე მგონი ჩავარდი. აჰა, კიდე ერთი აბგონი, ოპ, ვერა. აბოგაც გაგიჟდა. გაჩერებაზე გააჩერეთ ხო მხარე. ხელა თოვლია შეხედე ხალხი ფეხით ვერ დადის. დარი. საითა პირდაპირ. ერთადერთი შანსი გაქვს ჩამოხვიდე და აი ესე გაცვი. სადოთ? კროლი. ზაზეც მომდაჟდეს მიაქვს რა. 42-იანი მიბუქსოვინი, 47-იანი. წადი შენ ჩულუქია რა გაქვს. რა ჩულუქი დილამდე ვერ გამომასწრენი ჩულავი. მოიხოდება ცოტა და გავამიზიარებს. აჩი! გადავლაგდით ისე. დავდექით. მოგმორჩა გარკვეულო. არა, მოდი გამოგწევ ჯარამბად. რო გადავალთ გავაჩერებთ. ბოლომდე გავუყარე. აი იქ მერე პირველ ტრაფარეთის მერე აღმართია. ძაღლობა. საბურავი გადავაჩვი. როგორი ყვაყოფილი ხარ ქართლოს? ძალიან მაგარი. აი აქ არის ტრასა, უკვე ჩამოსულები ვარ. ქვია რესტორანს ცოლის რემლები ქვია. ჩვენ გვეგონა რომ მაზლის ცოლის რემლები ერქვა. მოვიდა. მოვედით, საიდანაც დავიწყეთ? აბა დროებით.